ან ფოკუსი აქვს, დაფოკუსირებულია. ხვდები. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო რუბრიკიდან ჭორაობა sessions. და რატო გადაწყვეტე ამ რუბრიკის შექმნა საერთოდ? რაც მეორე სემესტრი დავიწყე და ნაკლები საქმე მქონდა უნივერსიტეტში, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და ამ თავისუფალ დროში ცუდ ამინდში და მარტოობაში ჩავარდი დეპრესიაში, რის გამოც ჩემს ქალს ნინის ყოველ საღამოს ურეკავდი 2-3 საათი ვსაუბრობდი ძალიან ბევრ თემებზე და ძალიან ბევრ ადამიანებსაც. ამან რაღაცნაირად გამომეყვანა ამ დეპრესიული პერიოდიდან და თქვენს მომრავლდით და მეც მინდა თქვენთან ეს რაღაცებს გაზიარება და დავუწყოთ ეს ვიდეოები დამედი YouTube-ზე და არ მქონდა მხოლოდ ვლოგები. მაგრამ თავს ვიკავებდი ამ რუბრიკის დაწყებისგან, იმიტომ რომ არ ვიცოდი რით უნდა დამეწყო, არ ვიცოდი რა თემა უნდა განმეხილო თქვენთან ერთად, მყოლოდ თუ არა სტუმარი, რაც მე მომავალში მეყოლება. ჩემ და ბედად ძალიან საინტერესო განხილვის საგანი გახდა ჩემი ბოლო 2 TikTok ვიდეო და მინდა რომ მაგაზე ვისაუბროთ, ოღონდ სახელებით და გვარებით ვისაუბროთ. სანამ იმას მეტყვით, რომ საჯაროდ ბულინგი არ შეიძლება. ეს ბულინგი არ არის. პირველ ვიდეოზე მინდა რომ 2 სიტყვა თქვა, ვისაც არ აქვს ნანახი რომ მიხვდეს რა ხდება. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი მოკლედ აქ მადრიდში გასული და ეს ესეთი კითხვა, ვინ უფრო გიჟია, ლათინელი ქალი თუ კავკასიელი ქართველი ქალიო. და მე ვიყავი იქ როგორც ქართველი და ჩემი მეგობარი ეს ლათინელი კოლუმბიელი, რომელმაც თქვა რომ ნუ ჩემო ხმარო რომ მიღალატოსო, მეო ვიპოვიოსო რაც იქნება და მაჩეტეთი მოკლა. ან ძალიან დიდი მეტი მაქვს რომ მაგას ხუმრობდა და ეგრე არ იზავს. მაგრამ მე ადამიანს ეს კითხვა ჩემი პასუხს რო ელოდებოდა და მე ვიფიქრე და მოვიფიქრე ესეთი რამე. მე არაფერს არ ვეტყოდი თქო, ერთი თვე თქო. ამ თვის განმავლობაში თქვა დილას შუა დღეს საღამოს თქვა იქ ქალის ჰორმონს ჩაუწვეთებდი მეთქი საჭმელში თქო და ამ ერთვის განმავლობაში იმას მომაგვარებდი რომ განქორწინების შემდეგ საერთო ქონება ყოფილიყო ჩემს სახელზე და მე ყოფილიყავი ფინანსურად უზრუნველყოფილი მაინც იმის სპონსორი რომ ჩემო ქმარმა ჩემი ოჯახური იდილითაც ვერ უზრუნველყო. თქვენი არასწორად თქვენ ახლა მეთქვით. რასაც მოხვა აურზა რომ ჯერ ერთით 2 მოძრავი ნეირონი უნდა გქონდეს და მოქმედი ნეირონი უნდა გქონდეს ადამიანის ტვინში, რაიმდეს მიხვდა რომ ეგ არის ხუმრობა და უბრალოდ არავინ არ ჩაუწვეთებს არავის ქალის ჰორმონს და არ გაქვთ სანერვიულოდ მაგაზე მაგდენად არ ძღირხართ. და მოყვა იმხელა ამბავი, გონება მართლა უკვე ჩაწვეთებული ქონდათ ამათ ქალის ჰორმონი. აქედან გამომდინარე ჩავთვალე რომ ამ თემაზე ავსრულებთ ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც მე მიწოდა მატერიალისტი იმის გამო, რომ უბრალოდ ესეთი გულის ტკენის და შეურაცხყოფის შემდეგ უბრალოდ მომინდა რომ ჩემს მატერიალურ მდგომარეობაზე მესრულნა და ფინანსურად მეწყობილიყავი უზრუნველყოფილი. იქიდან დავიწყოთ რომ ორივენაირი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, ორივენაირი ცხოვრება მაქვს ნანახი, არაფერი არ მიკვირს საერთოდ. პატარაობაში და დაახლოებით 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 წლის ასაკში ცხოვრობდი საკმაოდ გაჭირებულად, იმიტომ რომ მახსოვს დედაჩემი როცა პურზე მაგზავდი და მაღაზიაში რომ ნისიაზე წამომეღო პური, გზაში მტიროდი, იმდენად მცხვენობდა რომ მაღაზიაში მივსულიყავი და მე თქვა რა პური რო გამეტანოს და მე მოგიტანს დედა თანხას და მაქვს ასევე მაგის შემდეგ ესეთი პერიოდი გამოვლილი, სადაც მე ჩემი ოჯახი მასე კამათობდით, საწავს ვიყავით დასასვენებლად მალტაზე თუ ამსტერდამში. ეს იმიტომ ვთქვი, რომ აბსოლუტურად არანაირი გამოწვევის არ მეშინია ცხოვრებაში. არც გაჭირვების მეშინია და არც არაგაჭირვება მიკვირს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ფულზე არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ ფული როგორც არის შეიძლება ისევე მარტივად არ იყოს, ან როგორც მარტივად არ არის, ისე მარტივად იყოს. თქვენ განსხვავებით, ვინც ძალიან ნერვიულობთ ფულზე და იმაზე უფრო ნერვიულობთ, რომ არავინ არ წაგართვათ ეგ თქვენი 20 ლარი, აი მართლა ეგ თქვენი 20 ლარი არავინ არ წაგართვათ. ხოდა, გადავწყვეტე რომ რამდენიმე კომენტარი თქვენს განახოთ და განვიხილოთ ერთად რამდენად უნდა იქნეს გაფართოებული ზოგადად წითელი წიგნი და რამდენად მეტი არსება უნდა შეიყვანონ ამ წითელ წიგნში. დედაჩემი რომ ნახოს ამ ვიდეოს ალბათ მეტყვის, ვინ საჯაროდ რატო უნდა ილაპარაკო ამ ადამიანებზე, სახელები და გვარები რატო უნდა თქვა, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში ამ ადამიანებს არც ერთი წამით არ მორიდებიეთ საკუთარი პირადი პროფილებიდან აი ამების საკომენტარება, ამიტომ რა პრობლემაა. აქ გაჩვენებთ კომენტარს თვითონ სკრინს. არის ვიღაც ვალე სმიტის, რომელსაც ჰენდლად უწევია თელავსკი. უწევია აი ესეთი ფულისტები რომ ხართ, მიტო გვაქვს გაფორმებული დედებზე მთელი ჩვენი ქონება. ეხლა შეიძლება დამიწერო ხუმრობაო, მაგრამ 90% დღევანდელი ქართველი გოგოების ესეა მაგის გამო მიყვება. დედის ფენომენი არის ძალიან საინტერესო, ნუ ხოლმე დედაზე გადაფორმა ძალიან ჭკვიანურია, იმიტომ რომ დედა ერთადერთი ქალია მართლა ვინც ხალხსაც გაპატიებთ, ვინც ანუ რავი სახლის გადაწყვეტას გაპატიებთ, მით უმეტეს ქართველი დედა და ვინც დათურ სამსახურს გაგიწევთ ყველაფერში ძალიან სწორი მდგომა, რომ დედებზე გაქვთ გაფორმებული ყველაფერი, იმიტომ რომ როგორიც არ უნდა იყო, დედას მაინც ეყვარებ. ძალიან ჩატედ მოიხსენიეს ღალატი აი ამ კომენტარებში და მაგით მინდოდა იდეაში ამ ვიდეოზე ლაპარაკი, იმიტომ რომ
უფრო მეტმა კაცმა ხაზი გაუსვა ფინანსურ საკითხს, რომ აი ფინანსები რატო უნდა მოპარო და ფინანსები რატო უნდა გადაიფორმო შენ სახელზე, ვიდრე თვითონ ღალატს. ან მათთვის ღალატი ბევრად უფრო არაფერია, ვიდრე ის, რომ მაგ ღალატის გამოცვალი გშორდება და უბრალოდ ნოუზე გტოვებს. ან რომელი უფრო ცუდია? მან კიდე შეგვიძლია გავიწიოთ და ცოტა აი სარწმუნოებაზე და რელიგიაზე წავიდეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ახლა ეს ადამიანი, როცა სუფრაზე ხვდება, თელავს კი, როცა სუფრაზე ხვდება, აუცილებლად იძახის ღმერთის ადგილწელოს და აუცილებლად იძახის, რომ ღმერთი არის ჩვენი ერთადერთი მხსნელი და ასე შემდეგ და სხვა ულამაზეს ადგილწელოებს ღვთის სახელზე. შენ როცა ცოლი მოყავს და ეკლესიაში მიდიხარ და ჯვარს იწერ, მაგ ჯვარს ვერაფერი ვეღარ აკრეს, ან ჯვრის აყრა არ ხდება. სამუდამოდ ღვთის წინაშე ხართ ცოლქმარი და მეუღლეები. იმ ფიცში შენ იძახი, რომ ერთად იქნებით ჭირშილ ხინში, რომ დაიცავ, რომ გაუფრთხილდები, რომ ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შენ მაგ ფიცს ტეხავ. ანუ ღვთის წინაშე ტეხავ ფიცს, ჩემს წინაშე კი არ ტეხავ, მე არა ჩემს წინაშე არ. ჩვენ ცოლის წინაშე კი არ ტეხავ მაგ ფიცს რეალურად, ანუ მაგ ფიცს ტეხავ ღვთის წინაშე. ღმერთთან დადებულ ფიცს უღალატე შენ, ანუ არა მარტო მოღალატე გამოდიხარ შენ სოლთან, არამედ შენ სარწმუნოებასთანაც ძალიან დიდი მოღალატე გამოდიხარ და არანაირი მორალური უფლება აღარ გაქვს მერე, რომ უბრალოდ აი ძალიან ნასვამზე დიდი ყანწი აიღო და დიდი სადღეგრძელო დალია ღმერთის. ეგ ერთი. მეორე ის, რომ ფულისტები არიან ძალიან დიდი ბოდიში თუ საქართველოში, სადაც განქორწინების შემდეგ ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია, რომ დედა მარტო ზრდის შვილებს და კაპიკს ადებს და თავის საქმიანობა არ გააჩნია, იმიტომ რომ მთელი თავისუფალი დრო და ენერგია ჩადო ბავშვების აღზრდაში, სანამ ქმარი კი მუშაობდა და სახლში შემოჰქონდა ფული და ამით ყიდულობდნენ საჭმელს, მაგრამ ამავდროულად ღალატობდა. და ამ ქალს არ გააჩნია არც თავისი პროფესია, არც თავისი საქმე, ხშირ შემთხვევაში არც თავისი სახლი, ძალიან დიდი ბოდიშით თუ უბრალოდ ამ ქალს თავისი ფინანსური უზრუნველყოფა წინა პლანზე აქვს გადმოწეული. ეგ არ ნიშნავს, რომ ფულისტი ხარ, ეგ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ტვინი იმუშავებს. ძალიან ბევრმა მითხრა, რომ რატო გონია, რომ ეს იმუშავებს კანონებია ხალხო. არ ცხოვრობ მარსზე სამწუხაროდ, ვიცი რომ კანონები არ მუშაობს ისე, რომ ორ ადამიანზე თუ არის გაფორმებული ერთ ადამიანს შეუძლია რომ მეორეზე გადმოაიფორმოს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ თქვენ გავიწყებთ ერთი რამ. მოღალატე კაცი, რაც არ უნდა დაბიო ადამიანი იყოს, სინდისის ქენჯნა მაინც აწუხებს ცოლის მიმართ. და თითის წვერებს ზედის ეგ პერიოდი სანამ ღალატობს. ასევე აქვს შიში იმის, რომ გამოიჭერენ ამ ღალატში. თქვენი აზრით ადამიანი, რომელიც თითის წვერებზე დადის, შიში აქვს, რომ გამოიჭერენ ამ ღალატში. თან რაღაც მომენტში ეს ცოლიც ეწოდება, იმიტომ რომ იცის, რომ ღალატობს. პროცენტულად უფრო მეტ რამეზე არ დაგთანხმდებათ. ძალიან ბევრი მხოლოდ იმის გამო, რომ არ აღმოაჩინონ და არ გაიფაქტონ, მაგაზე წამოვა. ამიტომ არ ჩვეულებრივ ვიცი კანონები, როგორც მოქმედებს, შენ მამაჩი მე არის იგივე და გაზრდილი ვარ კანონებზე, ამიტომ ძალიან კარგად მესმის. თქვენ არ გესმით ხუმრობის და არახუმრობის ერთმანეთისგან გარჩევა. უბრალოდ არ გესმით და ეგ ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე მე, რომ არ ვიცოდი როგორ მოქმედებს და როგორ მუშაობს კონკრეტული კანონები. ამიტომ კაცებო, თუ ფიქრობთ, რომ ქორწინებაში ერთხელ მაინც უღალატებთ ცოლს, სანამ ცოლს მოიყვანთ, გადააფორმეთ სხვა ოჯახის წევრზე, ოღონდ რომ უღალატებთ, მერე უთხარით. რა დონის ქათმის ტვინი უნდა გქონდეს ადამიანს, რა დონის ქათმის ტვინი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ აი ეს რაღაცა მოიგონო. გეგონება რაღაცა მილიონობით ევროს ქონებაზე არის აქ საუბარი და ვაიმე არავინ არ მოგეშიათ, არავის არ ჭირდება თქვენი 20 და 30 ლარი მართლა. აქ საქმე პრინციპშია და არა თანხაზე. მართლა არ არის მაგაზე ლაპარაკი და აი დედაზე გადაფორმებით კიდე ძალიან მაგრად იმუქრებიან, ანუ გადააფორმეთ დედაზე, დედა იქნება მართლა ერთადერთი კალი, ვინც თქვენ გაგიძლებთ, ეგეც იმიტომ, რომ უბრალოდ გაგაჩინებთ სხვა გზა არ აქვს. მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ადამიანის შესახებ, იმიტომ რომ თავისი ოფიციალური პროფილიდან აქვს დაწერილი, თავისი სახელი და გვარიც აქვს მითითებული, საქმიანობაც აქვს მითითებული და თუ მას არ აქვს პრობლემა რომ მსგავსი საშინელება საჯაროდ დაწეროს, მე უარესად არ მაქვს პრობლემა რომ ამის უბრალოდ ხაზი გაუსვოს საჯაროდ. ჩვენი კომენტარის ავტორი არის VIP რეალტორი ზურაბ ჭაჭანიძე ან ჩაჩანიძე, არ ვიცი, რომელიც წერს, რაზე ვკაიფობ, იცი, რომ ჩამოდგებით ხოლმე და პროფესორის სახით ულეობებს რომ ლაპარაკობთ, ჯერ ანუ რაზეც თქმაც გინდა მაგის თქმის თავი თუ არ გაქვს, შეგიძლია შესაძლოა მოუძებნო და არა უბრალოდ ასო შეცვალო. აი მაგ განზრახვის გამო მერე ვიღაცა ბენზინს რო შეგასხავს, უიცოლი რატომ დაწვაო, მერე კაცს გაამტყუნებენ. ანუ ეს ადამიანი ამ კომენტარიდან გამომდინარე არა მარტო პოტენციური მკვლელია, არამედ
ძალიან კარგად არის ხაზგასმული მისი გონებრივი შესაძლებლობები. ახლა მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მე პირადად მირჩვენია მყავდეს ჭკვიანი მტერი, ვიდრე დებილი მტერი, იმიტომ რომ ჭკვიანი მტერი როცა მყავს, რაღაც მხრივ შემიძლია რომ წინასწარ გავთვალო მისი ნაბიჯები და რის გამკეთებელი არ არის. დებილთან ამას ვერ იზავ. დებილისგან ყველაფერი ის მოსალოდნელი ზუსტად აი მაგ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ადამიანი. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ქალს ბენზინი გადაასხადა დაწვა და მე აი გაუკვირდებათ კიდეც უბრალოდ არა ადამიანი ხარ და მინდა ყველას უთხრა თუ აპირებთ მომავალში ამ ადამიანთან თანამშრომლობას და მისგან სახლის შეძენას ან ნებისმიერი ტიპის დახმარებას თუ ელოდებით ამ ადამიანისგან, იცოდეთ რომ ამ კონკრეტული ადამიანისთვის სხვის სიცოცხლეს უბრალოდ ჩალის ფასი აქვს და არანაირი ფასი არ აქვს და ის თulis რომ საკმარისი მიზეზი თუ მიეცემა, ყველანაირი უფლება აქვს რომ უბრალოდ ადამიანს ბენზინი გადაასხას და გადაწვას. და მე თუმცა ფიქრობს რომ ეს არავის არ უნდა გაუკვირდო. ჩემი კომენტარის ავტორი არის უსახელო უგვარო, რომელიც მაფოლოვებს და თითქმის ყველა ვიდეოზე კომენტარს მიწერს უარყოფით კონტექსტში და ვერ ხვდები ესეთი უაზრო რა ცხოვრება უნდა გქონდეს, რომ სოციალურ ქსელში იმას უყურო, ვინც არ მოგწონს და მით უმეტეს მას კომენტარები უწორო, რა დონის მოცრილი და უსაქმური უნდა იყო. ოპა, აიწყო ცხოვრება გადაიფორმოს ქმრის ქონებას, იმ ქმარს არც დედა ყავს, არც მამა, არც არავინ და უპატრონოა. ხო წაგაცრიან მაგ ლამაზ თავს ეგ რო გაბედო. გათხოვების პირველივე დღიდან დედამთილის წინ ცერებზე იცეკვებ დამიჯარა. უპატრონო არც ჩემი მომავალი ქმარია, არც მე, მაგრამ შენ ხარ უპატრონო, მინდა გითხრა, იმიტომ ხარ უპატრონო, რომ პატრონი რო ყავდეს და იცოდეს შენი გონებრივი შესაძლებლობები, წესით და რიგით არანაირი შემხელობა არ უნდა გქონდეს შენ სოციალურ ქსელთან, უბრალოდ არავინ არ უნდა მიგიშვას სოციალურ ქსელთან, უბრალოდ არავინ არ უნდა მიგიშვას იმ დონემდე, რომ შენ აზრი გამოხატო. საერთოდ უნდა გამოხატო შენ აზრი, ეგ იქნება ჩემი კომენტარი, როგორი უსახელო ხარ, ეგეთი უსახელო იქნება მთელი შენი ცხოვრება. კიდევ ეს იგივე ადამიანია, ნეტავ შენ მის გაყვები ეგ მაინტერესებს, მასეთი პრეტენზიული თუ იქნები, კი არა და იქნები უეჭველი გეღალატებს ქართულ კაცს შენ შკოზე ვერ ატრიალებ. როდის უნდა მორჩეს იმის გაჟღერება, რომ უბრალოდ კაცი თუ მის ცოლს პატივს ცემს, თუ მის ცოლს პრიორიტეტად აყენებს, თუ მის მეუღლეს რომლის გვერდზეც ძინავს, რომელმაც უნდა გაუჩინოს შვილები, რომელმაც უნდა გაუზარდოს შვილები, პრიორიტეტად აყენებს, არის ქალის ჩმორობა და ქალის ჭკუაზე სიარული. მსგავსი კაცები, ვინც თვლიან, რომ რადგან ქმარი ცოლს უბრალოდ პატივს ცემს და ადამიანად აღიქვამს, მინიმუმ, არის ქალის ჩმორი, არ უგრძნიათ ქალის შეხება 90-იანების მერე, ეგეც იმიტომ რომ 90-იანების მერე უბრალოდ უზეჭვიდოთ მაინცად ვერ გადაფრინდებოდი კიშინოვში და ვერ გადაუხდიდი ფულს ადამიანს იმის გამო რომ უბრალოდ შეგხებოდოთ. ისეთ გარემოში ვარ გაზრდილი, სადაც სიტყვაზე ბებია ჩემი მაგიდას როცა აწყობს და ამზადებს საუზმეს, სადილს და ვახშამს და ჩემთან ოჯახში ანუ საუზმის დროს, სადილის დროს და ვახშმის დროს ყველანი ერთად ვხედავთ, ტელეფონები გათიშული გვაქვს, ყველანი ერთად ვხედავთ და ეს არის ის მომენტი, როცა რეალურად მიმდინარეობს ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლა და ურთიერთობა ზოგადად. ბაბუა ჩემი რომ მოდის შუა დღეს შესვენებაზე სახლში, ბებია ჩემი ახვედრებს უგემრიელეს სადილს, მაგრამ ბაბუა ჩემი როცა ვარსრულებთ სადილს, დგება და ამ ყველაფერს ალაგებს. ანუ მაგიდას ბაბუა ჩემი ალაგებს, ბებია ჩემი მაგიდას შრის, ბაბუა ჩემი მაგიდას ალაგებს, რა თქმა უნდა, ორივეს ვეხმარებით ჩვენ. მაგრამ ბაბუა ჩემი არჩეულებრივ იაზრებს იმას, რომ ბებია ჩემიც არანაკლებ მუშაობს და ეს არის ურთიერთობა, თანაცხოვრება, რაშიც ორივე ადამიანმა უნდა ჩადოს თავისი წელი. შეიძლება ერთ დღეს მე მქონდეს 10%-ის ჩადების თავი და ჩემმა მეორე ნახევარმა უნდა ჩადოს 90%, შეიძლება მეორე დღეს ჩემს მეორე ნახევარს მქონდეს 0%-ის თავი და მე უნდა ჩავდო 100%. და ეგ არის ჩემი აზრით ჯანსაღი და ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე სწორი მიდგომა ჯანსაღ ურთიერთობებში. შემდეგი ესეთი საინტერესო კომენტარი არის არ უღალატია თუ ანუ ამ ვიდეოში ვიძახი რომ ჩემთვის არ უღალატიათ თქო და მრავლობით შემოვხსენია, იმიტომ რომ ცხოვრებაში მქონდა ორი სერიოზული ურთიერთობა, ორი შეყვარებული მყავდა, ქმარი არ მყოლია. მიწერს ვიღაც რზა 300-იანი სახელი აქვს. არ უღალატიათო მრავლობით ფორმაში ამბობ, მეჩვენება თუ მართლა მრავლობით შეიძახი. რიგში რატომ ჩავარდი ისტერიკაში? რატომ გაოფლიანდი? რატომ ნერვიულობ და რატომ დაიმართე გულის შეტევა? რატომ არის ეს გასაკვირი და რატომ არის ეს შოქში ჩასავარდნი ვერ ხვდები რომელ პლანეტაზე ცხოვრობ რზა? მეორე კომენტარი იყო მსგავსი ვიღაცა G121111-ისგან უღალატია თუ მრავლობითი ფორმა შესანიშნავია რამდენი წლის ხარ?
როგორ არის ეგ შენი პრობლემა? რა პლანეტაზე არის ეგ შენი პრობლემა? მე რამდენი წლის ვარ და მე მრავლობით შევიძახი ვარ უღალატია თუ მხოლოდ სულ 7 ჯერ ვიყო გათხოვილი შენ მაგით რა შემდეგ კომენტარი იყო ამ ქართულ ქალებს რა გჭირთ პროსტო ამიხსენით. იქიდან გამომდინარე ვცხოვრობ ესპანეთში და ძალიან ბევრ უცხოელ ქალთან მქონია შეხება, ძალიან ბევრ უცხოელ ქალს ვიცნობ, მეგობრობ და ვილაპარაკე ურთიერთობებს და ვიცი მათი აზრი. თქვენ უნდა ნახოთ ევროპელი ქალები. ღალატის შემთხვევაში განშორების შემდეგ რომ მე თურმე მე თავხედა მოინდა მე რომ საერთო ქონება მთლიანად ჩემზე გადმომეფორებინა, იმიტომ რომ მე ჩემო ქონა მიღალატა. ევროპელი ქალები დაივიწყეთ. აი დაივიწყეთ. ყველანაირი გაგება, ყველანაირი სასამართლოში არ უნდა ყოფინოთ თავს. ანუ საქართველოს ხდება სიტყვაზე ეგრე რომ კაცი ღალატობს ცოლს, მერე შორდებიან, მერე ეს ცოლი მარტო ზრდის ამ ბავშვებს, კი რაღაც ფულით ეხმარება ეს თავისი ქმარი, მაგრამ არაფერში არ ყოფნით. ევროპაში ქალები მიდიან სასამართლოში, აკისრებენ ალიმენტს, ადეკვატურ ალიმენტს დაახლოებით თითო ბავშვზე გააჩნია შენ სად მუშაობ, გააჩნიას რომ ავტონომიაში ცხოვრობ, მინიმუმ 900 евро არის ალიმენტი ხალხო. მინიმუმ 900 евро არის ალიმენტი, 900 евро არის დაახლოებით 3000 ლარი. საქართველოში სად გინახავთ ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, რომ ქალი განშორების შემდეგ, როცა ქმარი არ იხდის ალიმენტს, მიდიოდეს სასამართლოში და სამართლებრივად ეძებდეს მართლა გამოსავალს. არა, საქართველოში ყველაფერი ქართულ ჯიგრულ პონჩში გვარდება. ქართულ ჯიგრულ პონჩში გვარდება და ეგრე გრძელდება მუდმივად. ქართულ ქალებს ისჭირთ რომ ზედმეტად გიგებთ. თუ გააქვს საუბარი ეროვნებაზე, რომ კონკრეტულად ქართულ ქალებს აჩვენებს, მოდი შევადაროთ მაშინ სხვა ეროვნების პატრონებს, ხო? და ევროპელი ქალები მსგავს შემთხვევაში მართლა ბოლომდე წურავენ თავიანთ ყოფილ ქმრებს, მართლა ბოლო თეთრამდე წურავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომ კომენტარებში აუცილებლად იქნებიან ის ადამიანები, ვინც იტყვიან, რომ მე შენ რომ ხელა ხარ თუ შენ ურთიერთობებზე ლაპარაკია, ჯერ გაიზარდ და ზუსტად იგივე ადამიანები მერე წავლენთ 18 წლის ბავშვების ქორწილში უთავებოდ დათხრებიან და შესავენ მათი სამუდამო სიყვარულის ადრეკრძალვას. არა. შემიძლია ლაპარაკი, მინდა და ვილაპარაკო. არ მოგწონს, შეიძლება დახვიდე. პირველი ჩვენი ჭორაობა სეშენის თავი სათქმელი ჩემგან არის ის, რომ განსაკუთრებით მიმართავ პატარა გოგონებს, განსაკუთრებით და არა მხოლოდ პატარა გოგონებს, ძალიან ბევრი შრომით, ძალიან ბევრი იწვალეთ იმისთვის, რომ გქონდეთ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი ფინანსური თავისუფლება, იმიტომ რომ როცა თვითონ ძალიან მყარად დგახარ, იცი შენი გზა, გაქვს კარიერა საკუთარი, იმდენად დიდი სიმყარეს გრძნობ, რომ როცა საქმეზე მიდგება და უნდა გადაწყვიტო კონკრეტულ ადამიანთან გიღებს თუ არა შენ სამუდამოდ ცხოვრების დაკავშირება, ამ არჩევანში არანაირ როლს არ მიიღებს მისი მატერიალური მდგომარეობა. არანაირი გადამწყვეტი ფაქტორი ექნება მისი მატერიალური მდგომარეობა, როცა თვითონ ხარ ძალიან მყარად. ამიტომ იშრომეთ ძალიან ბევრი, ისწავლეთ ძალიან ბევრი და მსგავსმა ადამიანებმა, რომლებიც დღეს გაჩვენეთ და მოგიყევით, არანაირად არ იმოქმედონ თქვენზე, იმიტომ რომ ესენი არიან უბრალოდ გასაცოდავებულები, ცოდო და ხისთავიანი ხალხი. შემდეგ გადადგით ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არის სხვა ადამიანთან ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება, იმიტომ რომ ეგ არის ხო იდეალური ვარიანტი. უთერთობაში არ შედიხარ ადამიანთან, ვისშიც პოტენციურ მეორე ნახევარს ვერ ხედავ, ხო? ანუ ჩემს ყოველ შემთხვევაში ეგრეა. გემშვიდობებით და რავი, მომაწვევთ იდეები, რა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ შემდეგ ჩვენს რუბრიკაში გკოცნით.